ამისთვის რომ ეს გაგიკეთეთ მე თქვენ ზულთ თქვენ სოფელსა. ნახეთ რა ფას ვიხდით. ღმერთმა რომ გამოგვირჩია ამა სოფლის სულმა მოგიძულა. ჩვენი ნათლობა ესე არ იწყება. სანამ მოვინათლები რას ვაკეთებ? ფუი ეშმაკს. ამა სოფლის სულს ვემიჯნებით და მე ვაფურთხებთ კიდევაც ამ ცოდების უკან დგომ პერსონას საშინელ დაცემულ ქერუბიმს. ეს ბრძოლა ხო არა? ეს ნამდვილია. ეს რაღაცა ქიმერა კი არ არის, რაღაც გამოგონილი კი არ არის, მეტაფორა კი არ არის. ეს არის ნამდვილი. უკვე თუ მე მდევნეს თქვენს გდევნენ, უკვე თუ სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს თქვენისა დაიმარხნეს. და რა თქმა უნდა, რადგან სახელმწიფო პოლიტიკურად და ეკლესიურად ერთმანეთს ემთხვევა, რადგან ჩვენ არა მარტო ეკლესიის წევრნი ვართ, არამედ ჩვენი სამშობლოს და სახელმწიფოს წევრნი ვართ, რადგან ჩვენ სახელმწიფოში ცხოვრობენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები, ჯერ კიდევ რომლებიც არ არიან გაქრისტიანებულები და ჩვენ მათი გაქრისტიანების იმედი გვაქვს, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტად და მეტად გავრცელდეს ღვთის სიტყვა, რომ მეტი და მეტი ადამიანი გადარჩეს მარადიული სიცოცხლისათვის.